გამარჯობათ. მარტივი რჩევა პაციენტებს, რომლის არ გათვალისწინება ძალიან ზვირად დაგიჯდებათ როგორ ჯანმრთელობის კუთხით, ისე ფინანსურად. ანუ ხშირია ხოლმე შემთხვევა პაციენტს ატკივდა ფეხი, ან წელი, ან კისერი, ბეჯი სარეში ტკივილი და იყიდა წამალი აფთიაქში დამოუკიდებლად, ან ვიღაცა მურჩია, გაიკეთა და უშველად ტკივილი მოეხსნა. უი რა კაია, ერთის ხორე ხო? მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს არის თავის მოტყუება, იმიტომ რომ შიგნით მიდის პროცესი, უფრო რთული პროცესი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ანთიაქარი და ნერვის დაზიანება და შემდეგ. ამიტომ ერთის ხრი კარგია, რომ წამალი მუშაობს და ტკივილს აყუჩებს, მაგრამ არ მოატყუოთ თქვენი თავი და დროულად მიდით რეაბილიტოლოგთან, რომ რამდენიმე სეანსში ჩაგისწოროთ, უმტკივნეულოდ გინკუნალოს, სწორგზაზე დაგაყენოთ, როგორ ისწავლოთ ამ პრობლემასთან სწორი მართვა და შემდგომში კუნალობა, რომ ესეთი რამე აღარ გამეორდეს, თორემ ზუსტად ესეთი თავის მოტყუებით საქმე მიდის იქამდე, რომ ეს ტკივილი გამაყუჩებელი ვერც ერთი ჯგუფის ვეღარ მუშაობს ხოლმე, პაციენტი არის სასწრაფოთილებაში, რამის კედლებზე გადის ტკივილის გამო ფეხით გადის როგორც იტყვიან, ღმუის ვერავინ არ შველის, მოდის სასწრაფო, უკეთებს წამას ამ შველის და ვაი მიშველე ექიმო რა დღეში ვარ, იქნებ როგორმე მიმიღო, თორე რა ვიცი თავს მოვიკლა, ფეხი მომაჭერი და საშინელ მდგომარეობაში არიან ხოლმე. ამიტომ მე უკვე ესეც კი მართავ პრობლემას, მაგრამ უფრო იწელება კურნალობა გესმით, ამიტომ დროულად მიხედეთ ხოლმე, კარგია რომ ტკივილი გამაყუჩებელი ანთების საწინააღმდეგო მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ორგანიზმში ჯერ კიდე რეზერვი აქვს და შორს დასული პროცესი არ არის და არ მოატყუოთ თქვენი თავი, დროულად მიდის სპეციალისტთან, გიშველით გზაზე დაგაყენებთ. სულ ეს იყო რაც უნდა მეთქვა. ჯანმრთელობას გისურვებთ.